დილის 8 საათზე შეცვლიდნენ ტექნიკა, საბუთებო, ყველაფერი წაიღეს. ხუთი სპეცოპერაცია სხვადასხვა მისამართზე კახი კალაძის დაფუძნებული ბანკის მთელი ფინანსური დოკუმენტაცია გამოძიებამ მოიღო. ყველანაირი ტექნიკა მქონდათ, ყველანაირი საბუთი იყო თუ არა დაკავშირებული პროგრეს ბანკთან. 8 საათზე გიყვებით, რაც ეძებენ 6 წლის წინ დახურული პროგრეს ბანკის გადარიცხვებში. თქვენთან გვაქვს კითხვები პროგრეს ბანკთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებებზე ერთი წუთით. რა ხდება კალაძის თავს? ვის გაახსენა დახურვიდან 6 წლის თავზე მისი დაფუძნებული ბანკი და მილიონები, რომელსაც პროგრესი ატარებდა. და ერთი პლასტიკური ბარათიც არ დაუბეჭდია, მხოლოდ დაკავებული იყვნენ ფულის გათეთრებით. კალაძის პარტნიორი ბანკში ბიძინა ივანიშვილი იყო. ეს წილი იყიდა, რომ თანაგუნდელი გაკოტრებისგან გადაერჩინა. ჩვენ ვადგენდით ახლა კითხვები კალაძესთან ივანიშვილს აქვს თუ სხვა ქვეყნის გამოძიებას. კი, კაცი, როგორ არ ვიცი. საიდან იცნობდი? ბიზნესი. შაბათის გუნდმა იპოვა ის კაცი, ვისაც კალაძის დაფუძნებული ბანკის მთელი დოკუმენტაცია ჰქონდა ჯაბარებული. რის ეშინია ეს? თვითონ უკეთესად შეიძლება ეშინა. კალაძე, ივანიშვილი, გავრილოვი და გამოძიება საბანკო მაქინაციებზე. საეჭვო და ცუდი სუნი უდის. ექსკლუზიურად შაბათის ეთერში ნადირობა კახი კალაძის დაფუძნებული ბანკის დოკუმენტებზე. დაჭერას გადარჩენილი სუსის ექს-შეფი, რის სანაცვლოდ მიიღო ხელშეუხებლობის გარანტიები გრიგოლი ლუაშულმა. ლილუაშვილი კომპრომეტებით გაშინებთ? გამოკითხვაზეც კი ვერ დაიბარე. ის ვინც ოცნების შიდა ამბები იცის, 8 საათზე მოყვება. რაში დაარწმუნეს ბიძინა ივანიშვილი, რის გამოც ყველას ერთად მოშორების ბრძანება გასცა. ლილუაშვილი ბიძინაზე ყოველთვის ინახავდა კომპრომატებს. დიქტატორების შიშები, ყველა ვინც სულ ძალაუფლებას ინარჩუნებდა, მისივე გარემოც ააყირავა. ბიძინა ივანიშვილს ვისი იმედი უნდა ქონოდა? ვაჟა სირაძესი, დგებუაძესი თუ ვისი, რომლებსაც თმის ჟელები რო გაუთავდეს, დეპრესიაში ჩავარდებიან. ვინ დაუგომახე ღარიბაშვილს? რა თქვეს ღარიბაშვილებმა, იჭვიაქვთ რომ მოსასმენები დაუყენეს? როგორ აღმოჩნდა მილიონები ექს-პრემიერის ბინაში, რომელმაც იცოდა რომ დაჭერას უპირებდნენ. ღარიბაშვილი დაკავებას ელოდებოდა და დიდი ფული შეინახა სახლში? გჯერათ ამ ვერსიის? ჩხრეკის დროს ღარიბაშვილის სახლიდან გამომძიებლებს ყველაფერი გატანილი დახვდათ. თუ არც ერთი ოქროს რომელიც იმ კადრებში გავრცელდა ირაკლი ღარიბაშვილის არ ყოფილა. რა სხვება ღარიბაშვილის გარემოცვა? ვისთვის იყო გამზადებული 6.5 მილიონი? გომელაური იყო ის ადამიანი, ვინც ღარიბაშვილს ურჩია რომ თანხა დაებრუნებინა ივანიშვილისთვის? დღეს 8 საათზე. მე არ ვიცი. არც ერთი სამგავი არ ვიცი. ლილუაშვილის და ღარიბაშვილის ამბავი, რაც აქამდე საჯაროდ არ თქმულა. ქალბატონ ნატო, გამარჯობა. ლაშა მეგრელიძეზე უნდა გკითხოთ, თქვენი მოადგილეა და ქალბატონმა ნატომ დაგვბლოკა. რუსული ვაილდბერიზი და ივანიშვილის ქართუ ბანკი, ვისი ინტერესი დგას საქართველოში სანქცირებული რუსული სავაჭრო სისტემის შემოყვანის უკან. ერთი წუთი თუ არ შეიძლება შემიჩეს. რატო არის ესეთი საიდუმლო ეს ამბავი? შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ კაცი, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობას ფლობდა, ქართუ ბანკის ერთ-ერთი შეფია. ლაშა აქ არ არის. მოსკოვში არ ხომ? ხო, გადავიდა. გადავიდა მოსკოვში? ნახდი ფულის ბრუნვა რუსული სანქცირებული კომპანიის თბილისის ოფისებში ჩვენ პირადად ჩვენი უფროსი კვადრებს. ხელზე იღებ. დააწყობილი სქემა, რომ ვერასდროს გაიგო, ვინ არის რეალური მფლობელი. ყველას კერძო პატრონი ყავს კომპანიის მფლობელი მთლიანი მასშტაბით, ეხლა რუსეთში არის. ონლაინ ვაჭრობის სისტემა ვალდბერიზი დაასანქცირეს უკრაინაში იმის გამო, რომ რუსული პროპაგანდით გაჟღენთილ ლიტერატურას ყიდდა და ხალხს ყალბი ამბებით წამლავდა. იგივე ხდება საქართველოს შემთხვევაშიც. რატომ დუმს და არავინ იმჩნევს ამ ამბავს ჩვენს ქვეყანაში? რუსული ბიზნესი რო აქვს თუ იცით ამის თაობაზე და მოსკოვში რო არის გადასული. 96 ფილიალი მთელ საქართველოში და გიგანტური მშენებარე საწყობი თბილისთან ახლოს. 8 საათზე ჩვენს ეთერში ნახეთ, როგორ იპყრობს რუსული გიგანტი ქართულ ბაზარს. აი, ყუთებს მოგორებდა და ოთარ ფარცხალაძე სავარაუდოდ გეგმავდა თქვენს ლიკვიდაციას?
ჩემი წყარო მაგას იძახის. მოწმის მკვლელობის შეკვეთა მამხილებელი ჩვენების გამო. ხო საუბარი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, ნახა ჩემი სახლის მარშრუტი, ჩემი ავტომანქანის სურათი. კოკა მორგოშია, რომელმაც გამოძიებას ლევან ჯანგველაძის და ოთარ ფარცხალაძის დიდ ჯახზე ჩვენება მისცა. ამბობს, რომ ფარცხალაძის სამიზნე გახდა. ოკლა ლევანი, რა ვიცი ხა, რა პრობლემაა, რომ სხვის ლიკვიდაციას მოახდინა. ფარული ჩანაწერები მოსკოვის კონსპირაციული შეხვედრიდან საქმეში დევს, თუმცა ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენს დაკითხვაზეც ვერ იბარებენ. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და თუმცა ფარცხალაძის აქტიურად მისთვის ბრალის წარდგენს და დაბარების აქტიურად იმდენ სიგარეტის ბიზნესის საქართველოდან რუსეთში სად გადაიკვეთა ოთარ ფარცხალაძის და ლევან ჯანგველაძის ინტერესები. ფარცხალაძის ხაზი იყო სიგარეტი. ლევანს ხონა ფარცხალაძის სიგარეტის ამ ხაზზე საუბარი. ვინ ალაგებდა დღემდე რუსეთში ტვირთების გატარებას და არის თუ არა ამ დრომდე ოთარ ფარცხალაძე მილიონიანი ბიზნესის მთავარი მაკონტროლებელი. მადლობა რომ მთელი კვირა ელოდით ამ გადაცემას დღეს საღამოს 8 საათზე. მე და გამომძიებელი ჟურნალისტები წარმოგიდგენთ შაბათის ეთერს.